დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ ღამით 419 უკრაინული დრონის შეაჩერა და გაანადგურა, მათ შორის რამდენიმე, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდა. ბოლო თავდასხმები ხდება რუსეთისა და უკრაინის შემწვავებული მტრულობის ფონზე, როდესაც კიევი ზრდის დრონებით დართმევს რუსეთის ენერგოობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე, ხოლო მოსკოვი აცხადებს, რომ მისი ძალები ბრძოლის ველებზე წინსვლას აგრძელებენ. ეხლა ჩვენთან ერთად ფრანკფურტიდან, გერმანიიდან ერთვება გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, აშტ-ს არმიის ევროპული ძალების ყოფილი სარდალი. ეს უფრო და უფრო წარმატებული, მოდი აქედან დავიწყოთ, უფრო და უფრო წარმატებული უკრაინული დარტყმები. გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ეს რაიმე განსხვავებას გამოიწვევს პუტინზე ამ ომის დასრულების თვალსაზრისით? მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე განსხვავებას ქმნის. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელებმა გააცნობიერეს თუ შეძლებენ რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის შესაძლებლობის განადგურებას, რუსეთს ძალიან გაუჭირდება ნავთობისა და გაზის გაყიდვა. იმ ფინანსების მისაღებად, რაც სჭირდებათ ამ ომის გასაგრძელებლად. ასე რომ ვფიქრობ, ეს რეალურად გამარჯვების გზის ნაწილია. უკრაინას ახლა შეუძლია დაარტყას სამიზნეებს 2000 კილომეტრის მანძილზე რუსეთის სირმაში. და რა თქმა უნდა, ეს არის ტერიტორია, რომელიც რუსეთისთვის ძალიან დიდია სათანადო დასაცავად. ამიტომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ისევე როგორც საბრძოლო მასალისა და რაკეტების ქარხნები, ეხლა ძალიან დაუცველია და უკრაინა აიძულებს მათ გადაიხადონ ამის ფასი. და ასევე მინდა გამოვასწოროთ ჩემი შეცდომა, აშშ-ს არმია ევროპაში. დავიწყოთ იმით, რაც თქვენ იცით, რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე დაპირისპირებას. ჩვენ ვიცით ეკონომიკური გავლენა საწვავზე და სხვა საკითხებზე. რა არის მთავარი შეშფოთება ამ ყოველფრის გარშემო, რაც მთელ მსოფლიოში აისახა? რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა, რომლითაც რუსეთი შეძლებს ფინანსური რესურსების მოპოვებას ომის გასაგრძელებლად, არის ნავთობისა და გაზის გაფიდვა. ეს რომ მათ რეალურად ისარგებლეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადი შეჩერებული იყო. ფასები მთელ მსოფლიოში გაიზარდა და რუსეთმა შეძლო ამით სარგებლობა. ასე რომ ზუსტად ვერ ხვდები ჩინეთის როლს ამ ყველაფერში, რადგან მათ აშკარად სჭირდებათ ნავთობი და გაზი სრუტიდან, მაგრამ ვფიქრობ, ისინი ცდილობენ პირდაპირ რუსეთიდან იყიდონ. მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ ფასის დაწევას, მაშინ რუსეთი ვეღარ მიიღებს ამდენ ფულს ამისგან. იგივეა თუ ჩვენ შევძლებთ უკრაინას დავეხმაროთ, გაანადგუროს რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის შესაძლებლობები, ეს შეამცირებს შემოსავალს, ასე რომ სწორედ ამაზეა საუბარი. ეს იგივეა, რაც სტრატეგიული დაბომბვა რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროს წინააღმდეგ. ეხლა უკრაინელები რა თქმა უნდა ამას საშუალო სიშორის სამიზნეებზეც აკეთებენ. რუსეთის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განადგურება უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ყირიმის იზოლაცია, კოლონებისა და სარკინიგზო ხაზების შეტევა. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან ჭკვიანური სამიზნეების შერჩევის მიდგომაა უკრაინის გენერალური შტაბის მხრიდან. პრეზიდენტ ტრამპზე რა სიტყვით? ანუ ჩვენ ნამდვილად ბევრი არაფერი გვსმენია მისგან. ეს რამეს შეცვლის იმასთან დაკავშირებით დაუჯერს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას მხარს? ნეტავ ასე იქოს. ეს შეერთებული შტატებისა და ევროპის საუკეთესო ინტერესებშია, რომ უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი და აიძულოს რუსეთი, რომ საკუთარ საზღვრებში დარჩეს. და ეს გაათავისუფლებს ენერგიისა და საკვების ნაკადს, ასევე ბევრ სხვა რამეს. და შეამცირებს უკრაინიდან ევროპაში ლტოლვილების ნაკადს. ამიტომ ბევრი მიზეზია, რომ ჩვენ უკრაინას მხარი დაუჭიროთ. სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციას არ გამოუჩენია არანაირი ინტერესი უკრაინისთვის პრაქტიკული დახმარების გაწევაში. ისინი ბევრად უფრო დაინტერესებულნი ჩანან ვლადიმერ პუტინის დახმარებაში. სანქციების არათანმიმდევრული აღსრულებით, ესე ვთქვათ. ესე რომ არ ვიცი, პრეზიდენტი რა თქმა უნდა არ გამიკვირდება თუ ის ესე გადაწყვეტს. ან როცა მიხდება, რომ ინიციატივა უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა, შეიძლება მხარე შეიცვალოს. შეიძლება გადაწყვიტოს, არა, მე მართლა მინდა აქ უკრაინას დავეხმარო. მაგრამ ვფიქრობ, რაც მოხდება ტრამპის ადმინისტრაციის უკრაინისადმი მიდგომის გამო, ის არის, რომ შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად გახდება არარელევანტური, რადგან უკრაინა ამას თავად და ევროპელების დახმარებით გააკეთებს.
კი, შეიძლება ითქვას, რომ მათ შეძლეს იცით გააძლიერონ თავიანთი შეტევითი ოპერაციები. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ზელენსკი იყო დიდი შვიდეულის შეხვედრაზე. ყველა ცოტა ოპტიმისტურად წავიდა იქიდან. ცხადია, ცვლილებას ჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ მოახლოებული ნატოს სამიტის ფონზე ვფიქრობ, ეს იქნება მთავარი თემა. ასეც უნდა იყოს. ევროპის ყველა ქვეყანა იცის, რომ ისინი ბევრად უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, თუ უკრაინან რუსეთს დაამარცხებს. ეს ამცირებს იმის ალბათობას, რომ რუსეთი გააგრძელებს ამ ომს ნატოს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათგან უმეტესობა ამას კარგად ხვდება და ისინი მართლაც გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. და იმედი მაქვს ისინი დიდ ზეწოლას მოახდენენ ამერიკელებზე, რომ უთხრან, ნახეთ, ეს ყველასთვის საუკეთესოა, თუ უკრაინას დავეხმარებით. მაგრამ უბრალოდ ვერ ვიცინასწარმეტყველებ, რას გააკეთებს პრეზიდენტი. მას უფრო ტრანზაქციურ საკითხებზე აქვს ყურადღება გამახვილებული. იმედი მაქვს ასე არ მოიქცევა. კარგი, დიდი მადლობა გადამდგარო გენერალ-ლეიტენანტო ბენ ჰოჯეს, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურო. მადლობა ამ პატივისთვის. მონაპოსთან დაკავშირებით გუშინ 3 ადამიანმა მიიღო დაზიანება საცხოვრებელ შენობაში ამანათის ბომბის აფეთქების შედეგად, მათ შორის იყვნენ წყვილი და მოზარდი. მონაკოს პრინცმა ალბერტმა ეს შემთხვევა საზარელ დანაშაულად და მთელ საზოგადოებაზე შოკის მომგვრელად შეაფასა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს დამნაშავე გაქცევისას და რომ დაშავებულთაგან ერთი მონაკოში მცხოვრები მულტიმილიონერია, რომელსაც კიევმა 2023 წლის დეკემბრიდან სანქციები დაუწესა.